რასაც მინდა დღეს შევეხო, ეს არის რატომ არის ნებისმიერი ადამიანისთვის ტოკენიზაცია მნიშვნელოვანი, იცოდეს, ჩვეულებრივ ამბავი იქნება, ადამიანი იქნება ეს, რავი, ბიზნესზე, ბიზნეს კურსზე არსებული სტუდენტი იქნება, თუ დაუშვათ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბიზნესი აქვს, მცირე, საშუალო ან დიდი ბიზნესი თუნდაც რა. მოდი სანამ მივართ ტოკენიზაციამდე, დავივიწყოთ ახლა რომ კრიპტო არსებობს. დავივიწყოთ საერთოდ რომ რა ტექნოლოგიური განვითარებები გვაქვს და დავიწყოთ საერთოდ ნულიდან. ან დავიწყოთ იქედან რა არის საბოლოო ჯამში ფული. და ნუ ამ ფულთან დაკავშირებით ბევრ განმარტებას ნახავთ, რომ ერთი არის ეს გაცვლით საშუალება, რაც ყველაზე მარტივი განმარტებაა და რაც ყველაზე სწორი ფილოსოფიური ახსნა, მაგრამ ტექნიკურად რო ჩავშალოთ, რა ის ბანკნოტი, რომელსაც ჩვენ ხმარობთ დღეს, ან თუნდაც ის ციფრული ლარი ან დოლარი, რომელიც ბანკზე ვხედავთ, საბოლოო ჯამში საიდან წარმოიშვება, რას აკეთებს და როგორი იყო რა. ნუ რო არ მოყვეთ ახლა თავი მთელი ისტორიას, რომ ნიჟარებით ვაჭრობდნენ ადამიანები, მერე მეტალით ვაჭრობდნენ, მერე კონკრეტული ბარტერები იყო და ნუ იქამდე ბარტერები იყო და კიდე ბევრი სხვა ფორმა გვინახავს კაცობრიობას, გვინახავს რა, უნახავს კაცობრიობას ფულის. ყველაზე საინტერესო არის რა იყო ფული უახლოეს წარსულში. უახლოეს წარსულში ფული იყო ანუ შენ როცა ფლობდი დაუშვათ $100, ეს ნიშნავდა რომ შენ გქონდა წილი კონკრეტული რაოდენობა ოქროში. ანუ ოქროს სტანდარტი, რომელიც 70-იან წლებამდე არსებობდა, ნიშნავდა იმას, რომ თუ შენ გქონდა რაღაცა ქაღალდის დახატული პესო, დოლარი, ფუნტი, მანეთი თუ ასე შემდეგ, ეგ ნიშნავდა იმას, რომ ამ ბანკნოტის უკან იდგა კონკრეტული რაოდენობა ოქრო. რამდენიმე გრამი, კილო თუ ასე შემდეგ. ეს დამოკიდებული იყო შენს რაოდენობაზე. ანუ საბოლოო ჯამში ეს ვალუტა, რომელსაც დღეს ჩვენ ხმარობთ, 70-იან წლებამდე მე-20 საუკუნეში იყო დაკავშირებული კონკრეტულ რაოდენობა ოქროს, ანუ საზომი ერთეული ამას ჰქონდა. თუ რამდენი ოქროც ჰქონდა, მაგალითად, კონკრეტული 1 კილო ოქროზე იყო კონკრეტული რაოდენობა დოლარის, ფუნტის, პესოს, ლარის თუ ასე შემდეგ სხვა ვალუტების მიმაგრებული. მაგრამ როგორც კი 70-იან წლებში ნიქსონი მიხვდა იმას, რომ მოდი საზომ ერთეულად ოქრო აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ გვიძვირდება ომი, რადგან როცა ჩვენ ჯარისკაცს უშვებთ საომრად და გვინდა რომ დავბეჭდოთ მეტი დოლარი, იმის გამო ვიბეჭდავთ, უფრო მეტი ოქრო უნდა მოვიპოვოთ. იმიტომ რომ შენ თუ გაქვს 10 კილო ოქრო, შენ პირობითად ვერ გამოუშვებ $10,000-ზე მეც. იმიტომ რომ ეს 10 კილო ოქრო კეტავს ამ კონკრეტულ საზომ ერთეულში, რომელიც დანახვადია, ხილვადია, დათვლადია, აწონვადია და ასე შემდეგ, ხო? დაფიქრდა და თქვა, რომ რაში მჭირდება ეს 10 კილო ოქრო, როცა საბოლოო ჯამში ეს ქაღალდი არის იმაზე თუ მე და თქვენ რაზე ვთანხმდებით. ანუ მე და თქვენ რაზე ვართ შეთანხმებული, რომ დაუშვათ ამის ღირებულება რა არის. და ამის მიხედვით ამავდროულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა რაოდენობას არის ბაზარზე კონკრეტული დოლარი, მაგალითად თუ არის $100 და ამ $100 ყავს 100 ადამიანი მომხმარებელი, ესე იგი ნიშნავს, რომ $1 კონკრეტული ღირებულება აქვს. მაგალითად $1 თუ 100 ვაშლია მათ შორის პარალელურად ბაზარზე, შეგვიძლია რომ $100 10 ვაშლი ვიყიდოთ. ანუ ერთი ვაშლის ფასი არის $1. მაგრამ როგორც კი ჩვენ ერთ ვაშლს ვიყიდით $1-ად, მერე ხო ვაშლის ღირებულება უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე დოლარის. იმიტომ რომ დოლარი ამოდის ცირკულაციიდან და იცვლება ვაშლში. ანუ მე რომ იმისათვის რომ ვაშლი ვიყიდო, დაუშვათ, მე უნდა ავდგე, დოლარი უნდა ჩავდო აქეთ დოლარის ქისაში ან კალათაში და ერთი ცალი ვაშლი აქეთ ავიღო. ანუ რა მოხდა რეალურად, ხო? როცა ეს გავაკეთე ეს ვაჭრობა. უცებ ბაზარზე როცა მე მქონდა 100 ცალი დოლარი და 100 ცალი ვაშლი, მოხდა ის რომ 101 ცალი დოლარი მაქვს ახლა და 99 ცალი ვაშლი. ანუ შემდეგი ვაშლი მე უნდა ვიყიდო 1.01 დოლარი უნდა მოვიტანო იმისთვის რომ ერთი ცალი ვაშლი წავიღო. და ყოველ შემდეგ ვაშლზე მე უფრო მეტი დოლარი უნდა მოვიტანო რომ მეტი ვაშლი წავიღო. მაგრამ ნიქსონი გარდა იმისა რომ ამის ასე ვთქვათ ეს არის ლიკვიდურობა, ხო? მაგრამ გარდა იმისა რომ ამაზე ფიქრობდა, იმაზეც ფიქრობდა რომ ბჭო, მე რო ავდგე და თუ არა მაქვს მაგალითად $100 და მინდა რომ ეს ჯარისკაცი რომელიც ვიეტნამში იბრძვის კიდევ უფრო მეტი დავამატო, მაგრამ არ მიშვებს ოქრო. მე რო ავდგე და ეს ოქრო ჩავხსნა, ანუ ეს საზომი ერთეული, ეს თუნდაც 10 კილო ოქრო უდრის $100 პირობითად რომ მოვაკლოთ ეს 10 კილო ოქრო და ვთქვა რომ ეს დამოკიდებული არის რაღაც ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც კაცმა არ იცის რაზეა საუბარი. მე ვერ აგიხსნით მაგას, ვერც ერთი ცენტრალური ბანკი ვერ აგიხსნით მაგას, თუნდაც კითხეთ ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს თუ აგიხსნიან მაგ ყველაფერს. არ მგონია რომ აგიხსნათ. ყოველ შემთხვევაში აქამდე კაცობრიობა ვერ შეძლო. ამის შემდგომ დაიწყო პრინტერის ერა.
ამას ვეძახით ხოლმე ჩვენ ესე აგდებულად Twitter-ის ერას, იმიტომ რომ როგორც კი საზომი ერთეული გამოირიცხა, ან როგორც კი დოლარს, ან ნებისმიერ სხვა პესოს, ან ფუნტს, ან ევროს უკვე აღარ ქონდა საზომი ერთეული, რაზე დაყრდნობითაც მივიღებდით ჩვენ გაწყვეტილებას, რამდენი დოლარი, რამდენი ევრო, რამდენი პესო უნდა დაიბეჭდოს ბაზარზე. ადგილდა გამოიტანეს როგორი რაღაცა, რომ აი რა ვიცი, ავიღეთ ლეპტოპი და დღეს გვჭირდება ჩვენ $200 და რა პრობლემა არის იმისთვის, რომ თუ გვაქვს ჩვენ საღებავი და თუ გვაქვს ჩვენ ქაღალდი, დავბეჭდოთ იმდენი, რამდენიც დაგვჭირდება. ანუ თუ მე მჭირდება 100,000 ცალი ჯარისკაცი, 100,000 ცალი ჯარისკაცისთვის რაღაცა უყურო ოქროს. ისედაც სხვა ადამიანები თანხმდებით, რომ ეს დოლარი ჩვენი შეთანხმების გაცვლის საშუალებაა. რაში მჭირდება საზომი ერთეული? როცა შემიძლია რომ დავაწვე enter-ს და ეს დოლარი შემოვიტანო ცირკულაციაში. ცირკულაციაში ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე ანუ შემოვიტანო საღებავი, მოვიტანო ქაღალდი, დავბეჭდო, გამოვიტანო ეს ჩემი მარკით და შემოვიტანო ბაზარზე. ბაზარზე შემოტანა ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ცირკულაციაში ჩაეშვა, ბრუნვაში ჩაეშვა რა. ზუსტად ამ ოქროს სტანდარტის პერიოდს ვადარებთ ხოლმე ტოკენიზაციას რა. მაგიტომ ვიწყებ ყოველთვის აქედან ხოლმე სანამ ტოკენიზაციაზე გადავალთ. ანუ ეს დოლარი ბანკნოტი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ $50 იქნება თუ რაღაც, აი ის ქაღალდი მომაწოდე ლადო, აგერ თავზე დევს, ვარი მოვაჩვენებ, აგერ თავზე დევს იმის გვერდით. აგერ თავზე დევს. აი ეგ მომაწოდე. ერთი წელი მომაწოდე არ მინდა ამდენი. ხო, რა ვიცი. აი ეს ქაღალდი მაგალითად რა. რო ავიღოთ. პირობითად, აი ეს ქაღალდი. აი ეს ქაღალდი რო ავიღოთ, ეს $100 კუპიურა წარმოადგენდა თავის დროზე რა ვიცი კონკრეტული რაოდენობა ოქროს აღმნიშვნელი იყო. ანუ შენ რეალურად ამის ფლობით ვიღაცას რო აძლევდი, ეუბნებოდი რომ მე ჩემს საკუთრებას ამით ვადასტურებ, რომ მე ამდენი რაოდენობა ჯამურ რაოდენობა ოქროში, რომელსაც სახელმწიფო რეზერვებში ინახავს, იმ ჯამურ რაოდენობაში მე თუ მაქვს $100, შესაბამისი რაოდენობა მეკუთვნის მე ოქრო იმ რეზერვებიდან. და რადგან ოქროთი იყო გამყარებული და რეზერვებული ეს ბანკნოტი, ასე ვთქვათ რა, ეს ქაღალდი. ამიტომ ამ ქაღალდს ჰქონდა ღირებულება, ამ ქაღალდს ჰქონდა ფასი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ქაღალდიდან გამომდინარე, ხო, ადამიანები შეეჩვენეს თვალიდან ახლოს ამას, ოქრო თვალიდან უნახიათ ადამიანებს რეზერვებში რამდენი იყო, რა ვიცი, მე მგონი ბოლო 100 წელიწადია თუ 100 წელზე მეტია, არც გახსნილა რეზერვები და კაცმარიც რო გაიხსნება რამდენი იქნება ოქრო, რა წონა იქნება იქ, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, მთელი ამბავი ის არის, რომ ეს ქაღალდი პირველი ტოკენიზაციის, ესე არა იქამდეც იყო რაღაცა, მაგრამ ყველაზე ისეთი ახლო წარსულში არსებული პირველი ტოკენიზაციის შინაარსი რო გავიაზროთ რა არის, ხო? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გიდევთ აქ ოქრო და ამ ოქროს ყوار გაატანთ ვიღაცას, ეს დევს უკვე, ყველა მის სადაც დევს, ყველა მის როგორ უნდა აიღიწეროს, აუდიტი როგორ უნდა გაკეთდეს, როგორი უნდა იყოს ნაღდი ოქრო, როგორ გადაამოწმდა, ასე შემდეგ რა. მაგრამ იმისაც ახლა ეს აღარ გადავიტანოთ და გადმოვიტანოთ ხშირად, სადმე, იმიტომ რომ ძიმია, არაკომფორტულია, ძვირია და ასე შემდეგ. ავდექით და გამოუშვით და ვთქვით, რომ კონკრეტულად ამ ოქროს, კონკრეტულად ამ ფერის, ამ ლოგოს, ამ დიზაინის, აი ეს ქაღალდი წარმოადგენს 100 თუ აწერია, წარმოადგენს 1 გრამს. და შენ თუ $100 ფლობ და $100 თუ ვინმეს მისცემ, შენ ფაქტობრივად აძლევ 1 გრამზე საკუთრების უფლებას. ეს იყო 70-იან წლებამდე. და ნიქსონმა როგორც კი ჩახსნა ოქროს სტანდარტი, დარჩა ეს. აი ეს რა ვიცი, აი ეს რაღაცა. მეტი არაფერი რა, ქაღალდი ჩაოლები რაღაცა. დიდი არაფერი არა. დარჩა ეს. და ეს რო დარჩა, ადამიანები გამოვიდნენ და თქვენს რომ მოდი, ოკეი, აღარ გვჭირდება ჩვენ არც ეს საზომი ერთეული და დავიწყოთ ღია დინებაში ცურვა. და თუ დააკვირდებით 70-იან წლებიდან მოყოლებული, თითქმის იმდენად მეტი ფინანსური კრიზისი გამოვიარეთ, როგორც კი ეს ყველაფერი მოხდა რა. იქამდე აღებული, რა ვიცი, შეიძლება 200 წელი რო შეაჯამო, ჯამში არ იყოს ამდენი ფინანსური კრიზისი ერთდროულად მომხდარი. თითქმის ყოველ წელიწადში ერთხელ ხდებოდა გარკვეული კომპანია, გარკვეული ქვეყნების კუთხით. ახლა ამას რა მოყვება რა? გავიგეთ ეს ფული რა არის, გავიგეთ ეს ოქროს სტანდარტი რა არის, საზომ ერთეულად რატომ იყო, როგორ იყო და ასე შემდეგ რა. მაგრამ მე მოდის ესეთი ამბავი, რომ ბანკებს მოკლედ რო შევაჯამოთ და ფინანსური ინსტიტუციები როგორ სარგებლობდნენ, დაუშვათ ამ ფულით, ხო? მე ბანკებმა მოიფიქრეს ძალიან ჭკვიანური რაღაც, იქამდეც მოიფიქრეს, მაგრამ მე უფრო დახვეწეს, ესე ვთქვათ, ძალიან ესე ვთქვათ, გაიხსნათ ხელფეხი რა. 70-იანი წლების მერე განსაკუთრებით დაიბუსტა ეკონომიკა რა ნაწილში, რომ ბანკის მთელი ფუნქცია არის რა, რომ დაუშვათ დეპოზიტარმა, რა ვიცი, მოდი ავიღოთ აი
ქეთი მაგალითად, ქეთი არის დეპოზიტარი, კახა არის მაგალითად სესხებელი, ქეთი მე ვარ ბანკი, მე ვიყო ეს ბოროტი არსება დავუშვათ ჩავთვალოთ ახლა. ქეთი მომცა მე დავუშვათ ეს $100 და მითხრა რომ მოდი შემინახე და მე ვეუბნები ქეთის რომ შენ თუ ჩემთან შეინახავ $100, მე შენ მოგცემ რა ვიცი, $1 წელიწადში. ამის შენახვისთვის რა. მე ავდექი და 10% ამას დავაკელი, ანუ $90 დავიტოვე. თუ ბოდიში $10 დავიტოვე და $90 ვასესხე კახას. მერე კახამ რაღაცისთვის ხო ისესხა ეს ფული ეს $90 რა, რო შევამციროთ, უბრალოდ მაგალითისთვის რო შევამციროთ ეს ჯაჭვი. კახა ადგა და $90 მისცა, რა ვიცი, მაღაზიაში იყიდა მაგალითად შავ პარასკევს რომელიმე მობილურის кейსი, iPhone-ის кейსი იყიდა მაგალითად, ან AirPod-ები მაგალითად $90-ზე იყო ჩამოსული. ეს AirPod-ები რო იყიდა, Apple-მა რა გააკეთა, ეს $90 აიღო და მაინც ბანკში მოათავსა. ჩავთვალოთ რომ ჩემ ბანკში მოიტანა რა. ანუ მე ისევ დავიბრუნე, ხო ის $90. მე რას ვაკეთებ? მე ისევ 10%-ს ვიტოვებ, $9 ამ შემთხვევაში და $81 ვასესხე უკვე მაგალითად იას. იას როცა ვასესხე $81, იამ ადგა და რა ვიცი, ნებისმიერ სასწავლებელს გადაუხადა $81 იმისთვის, რომ ერთკვირიანი კურსი ერთდღიანი რაღაც კონკრეტული ვორქშოპი გაეღო. იმ სასწავლებელმა $81 როცა გამოართვა იას, ადგა და დააბრუნა ისევ ჩემთან ბანკში. მე ისევ ავდექი და $81 ისევ 10% გამოვაკელე, ანუ $8 და 10 ცენტი, ხო? და სადღაც $73 და $72 და 80 ცენტი ისევ გავასესხე მაგალითად რა ვიცი, შოთას. და შოთამ ისევ ვიღაცას გადაუხადა, ისევ დააბრუნა. ანუ ამით რისი თქმა მინდოდა, რომ მე როგორც ბანკმა წარმოიდგინეთ რამდენი რაღაც გავაკეთე. ერთი რომ მე ჩემთან დეპოზიტარი არის $100, მეორე დეპოზიტარი არის ამ შემთხვევაში Apple, რომელმაც $81 კახასგან მიიღო $81, მესამე დეპოზიტარი, ვინც დეპოზიტი შემომიტანა მე ბანკში, არის უკვე ია, არა, ბოდიში, შოთა. ანუ ჯამში მე უნდა მქონდეს ბალანსზე $100 პლუს $81 და პლუს $73. ხო ეგრე არის ამ მაგალითში, ხო? მარტივად რო ვთქვით რა. ავდექი გავასესხე, იმან ვიღაც გადაუხადა, იმან შემოიტანა ჩემთან ფული. მე ისევ გავასესხე, იმან ვიღაცას გადაუხდა, ისევ შემოიტანა ჩემთან ფული. ანუ ჯამურად მე რეალურად მივიღე იდეაში $264. მაგრამ სამივე ერთად, სამივე მარტო კი არა, პირველმა დეპოზიტარმაც კი რომ მოითხოვოს თავის თანხა უკან, მე ამ თანხას ვერ დავაბრუნებ. იმიტომ რომ დააჯამეთ ახლა თქვენ ვალდებულებები, რომლებიც ჩემთან წარმოეშვა მაგალითად ამ შემთხვევაში კახას, იას და ეს ვალდებულებები დაუშვათ რამდენი ხანი გრძელდება, რამდენს უდრის რა და საბოლოო ჯამში მე რამდენი მაქვს თანხა რეალურად, რო დავთვალოთ. მე შეხედე 10% დავიტოვე პირველი $10, მეორე 10% დავიტოვე $9, მესამე 10% დავიტოვე $8 და 10 ცენტი. მე ჯამში რეალურად ბალანსზე ფული რაც მაქვს, აი ეს ფული. ეს არის სადღაც $27 და 10 ცენტი. მეტი არ მაქვს. ანუ დეპოზიტარებს, მიანაბრებს, რომლებსაც დეპოზიტი გააკეთეს და ფულს ჩემთან ინახავენ, რომ ერთმა მაინც ამ შემთხვევაში, ამ მაგალითის შემთხვევაში ერთმა მაინც თუ მოითხოვა ფულის გატანა, მე ფულს ვერ ვაძლევ. და ოღონდ მე ჯერ ფული არ გამიკეთებია როგორც ბანკს. მე ჯერ ფული გავამრავლე. ანუ $100 ვაქციე $264. და როცა მე $264 ფულის მულტიპლიკატორს ვეძახით ამას რა, $264 ვაქციე. ამით მე ხო წარმოშობილი მაქვს ვალდებულება დეპოზიტარის მიმართ, რომ იმან როცა მოითხოვოს ეს ფული მე უნდა დავუბრუნო, მაგრამ ამავდროულად ჩემს მიმართ ვალდებულებები აქვს სესხებლებს. მაგრამ შეხედეთ პრობლემა რა არის, დეპოზიტარი შეიძლება ნებისმიერ დროს გაიტანოს ფული, ანუ ამას ვეძახით მოკლევადიან დეპოზიტარებს რა. აქედან მოკლევადიანი ვალდებულება. აქედან მხარეს მეორე მხარეს მაქვს მე გრძელვადიანი მოვალეები, ამ შემთხვევაში კახა და შოთა, არა კახა და ია ბოდიში, რომლებაც ჩემგან ფული ისესხეს. კახა და ია რაფს არაშავებენ, ხო? კახა და იამ შეიძლება დააბრუნოს ეს პირნათლად, კეთრის ინდიციად ეს თანხა და მე ზუსტად ისე რომ დააბრუნებენ იმ პროცესს, რასაც უწესებ მე კახას და იას, ის პროცენტი არის ჩემი მოგება. ანუ მე რეალურად თქვენი დეპოზიტით ვაკეთებ ფულს, როგორც ბანკი, როგორც შუამავალი. მე რეალურად ფულის მყიდველსა და გამყიდველს, ამ შემთხვევაში დეპოზიტარი არის გამყიდველი, სესხებელი არის მყიდველი ფულის. ამ პროდუქტის მყიდველსა და გამყიდველს ვაკავშირებ ისე რომ თან ამ პროდუქტს ვამრავლებ და
როცა მე დეპოზიტარი მეტყვის რომ ფული უნდა მივცე, მე უკვე ნაშოვნი უნდა დაბრუნებული უნდა მქონდეს პროცენტით ის მოგება, რომ მე დეპოზიტარი გავისტუმრო. წინააღმდეგ შემთხვევაში მე დეპოზიტარს ვერ გავისტუმრებ და როგორც კი ვერ გავისტუმრებ, ბანკროტი ვარ. და ეს როგორ შემთხვევებში ხდება? ეს ძირითადად ხდება ისეთ შემთხვევებში, ამას ვეძახით bank run მაგალითად ესეთ შემთხვევაა, როცა პანიკური მარკეტინგი შეიძლება ატყდეს 2008 წელს ეგეც მოხდა მათ შორის, მან ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა პრობლემა, თორე დანარჩენები მიყვნენ უბრალოდ დომინოს პრინციპით. რო ხედავ შენ რომ ერთი ბანკი კონტრდება, შენი მეგობრის ბანკი რო კონტრდება და შენ აქეთ მეორე ბანკში გაქვს დეპოზიტი. რას აკეთებ პირველი? გარბი ხარ და გამოგაქვს დეპოზიტი, ხო ასეა? ამ მაგალითში ახლა ჩვენ რაც მოვყევით, თემა ხო ის იყო რომ ბანკს თავარია შენ ფული არ მოთხოვო გასატანად, თორე შიდა სისტემაში, შიდა ბუღალტერიაში, იმ საბუღალტრო წიგნში, რომელსაც Excel-ს ვეძახით მაგალითად ამ შემთხვევაში, ბანკების ლეჯერი რაცა საბუღალტრო წიგნი, იქ ატრიალეთ ეგ პლუს მინუსი რამდენიც გინდათ. თავარია საბოლოო ჯამში ბანკიდან ქეში არ გამოიტანოთ რა, იმიტომ რომ შენ ქეში როცა გამოგაგ რეზერვს ართმევ. და ეგ გამოიწვია ზუსტად, ნუ ერთი მხრივ ეგ არის ძალიან მაგარი რაღაც, ფულის მულტიპლიკატორი, იმიტომ რომ ეკონომიკა დაბუსტა და ფაქტობრივად ჰაერზე შექმნა ბევრი რამე, მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან დიდი რისკი ზოგადად ეკონომიკისთვის რა. და ამ ყველაფერს შემდგომ უკვე მოყვა განვითარებაში ის რომ გაჩნდა ამ მოთხოვნა მიწოდების ამ ყიდველის და გამყიდველის ნაწილში როგორც არის ფულის ყიდველი და გამყიდველი კომპანიები რომლებიც მაგალითად აკეთებენ პირობითად კონკრეტულ საქმიანობას ეწევიან მაგალითად ჩვენი აკადემია ეწევა ყიდის პირობითად კურსებს ამაშილებს მოგებას გავიზარდეთ დაუშვათ რაღაც დონეზე და გვინდა ახლა რომ მივიღოთ იმდენი ფული წვდომა მივიღოთ ფულზე რომ კიდევ უფრო მეტად გავიზარდოთ მე რომ ბანკში მივიდე პირობითად რა ამ შემთხვევაში ჩემთვის არ არის ასარგებლო მაგრამ რა შეიძლება იყოს ისეთი ალტერნატიული გზა რომ მე როგორც კომპანიამ შევძლო ფულზე წვდომა მივიღო. ბანკების ამბავს იმიტომ მოყევი რომ ამას დაუბრუნდებით ცოტა შუაში, კაკას ტოკენიზაციის ნაწილი ფაზლებად მივყვეთ ახლა ამ ლექციას რა და მე კითხები რას გექნებათ გამოვშვით. თემა რა არის რომ სტოკების, ანუ აქციების ბაზარზე რაც ხდება ზოგადად, ნებისმიერ ბირჟასაც ვეძახით, აი ლონდონის ბირჟა ავიღოთ, გინდა ნიუ-იორკის ბირჟა, ჩიკაგოს ბირჟა, ჰონკონგი თუ ასე შემდეგ რა. დაუვარქვათ ამას ლონდონის ბაზარი, რავი, დინამოს ბაზარი. დინამოს ბაზარზე ყველა ვიცით რომ გავიდეთ, რა ვიცი, ნახავთ ბოსტნეულს. მაგრამ ვიცით ამავდროულად რომ ქუთაისის ბაზარზე კუთხეში არის ხორცეულობა და იმ ხორცეულობის ბაზარში ვიცით რომ სულ ხორცს ვიყიდით. ზუსტად ეგეთი რამე არის, მაგალითად ლონდონის ბაზარიც. ლონდონის ბაზარზე როცა მიდიხარ ბირჟაზე, ზუსტად იცი რომ ბრიტანული იურისდიქციაში არსებული კომპანიის წილს იყიდი, ან გაყიდი. როგორც იცი რომ ბოსტნეულს იყიდი ან გაყიდი. არაფერი სხვაობა მათ შორის არა, გარდა იმისა, რომ როგორც მაგალითად ვაშლიდან ხორცი განსხვავდება ერთმანეთისგან, ისე განსხვავდება ვაშლი, ხორცი და აქცია ერთმანეთისგან. თემა ახლა რატომ მოვყევით ეს? IPO, რომელიც არის საწყისი შეთავაზება ინვესტორებისთვის, ეს არის, როდესაც კომპანია პირველად გამოდის ბაზარზე. ანუ პირველად ბაზარზე გამყიდველ ტიპს დისტრიბუტორი, ანუ კომპანია აწვდის თავის, ესე ვთქვათ, წარმომადგენლობას გამოუშვა ეს აქციები, რომელიც წარმოადგენს კომპანიის წილობრიობას, ანუ კომპანია თუ მიიღებს მოგებას, აქციის მფლობელები მიიღებენ დივიდენდს. ამავდროულად აქციის მფლობელები, გარკვეული მფლობელები წყვეტენ კომპანიის დირექტორების, მენეჯმენტის თუ წარმატებულობის თუ წარმომადგენლობის შეფასების ნაწილს. ანუ რაღაცები შეიძლება შეცვალონ, რაღაცები შეიძლება დატოვონ და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი ამბავი რა არის, რომ მიიღოს კომპანიამ მოგება და მოგებიდან მიიღოს წილი აქციონერმა, რომელმაც წინასწარ ჩადო ფული. მე მომცა ფული იმისთვის, რომ მომავალში მან მიიღოს კონკრეტული შემოსავალი. ან მეორე შემოსავალი დივიდენდის, ან რომელიც არის მოგებაზე დაიწყული შემოსავალი, მაგალითად, შეიძლება მიიღოს კაპიტალზე მოგება, ანუ ჩემი აქციის ფასი იმდენად გაიზარდოს, იმიტომ რომ კომპანია წარმატებული გახსნა, სხვა რაღაც ნარატივი მოყვეს ამ ყველაფერს რა. პირობითად AI კომპანია მაქვს და ამიტომ მოხდა ცოტა დაჰაიპება, მეტი პოპულარიზაცია მივიღე ბაზარზე ვიდრე სხვა. რომ აი ამ ნარატივით ყიდულობ მე ამ აქციას იმისთვის, რომ ერთი მივიღო დივიდენდი, მეორე კაპიტალზე მოგებას როგორც გავაკეთებ, ანუ მე რო ვიყიდე $10-ად, $100 რო გახდება გავყიდო. მეტი სხვა ვარიანტი არ არსებობს ამ აქციების ბაზარზე, მაგრამ მთელი შინაარსი ის არის, რომ აქამდე იყო ესეთი პირობა. შენ თუ გინდოდა რომ ბირჟა შეგექმნა, პირობითად კაპიტალ მარკეტსაც ვეძახით, კაპიტალის ბაზარსაც ვეძახით, იყო ეგეთი ამბავი, რომ შედიოდი პირობითად ბირჟაზე და ამბობდი რომ მე ვყიდი პირობითად რაღაცის ფასად. დაუშვათ ვყიდი ამ ჩემს მობილურს, ახლა ვამბობ აქვე ლექციაზე, ამ მობილურს ვყიდი $2000. აქედან ახლა თქვენ სანამ არ დამთანხმდებით მე $2000-ზე,
ეს არის bid price. ამას ვეძახით bid price რა. მე რო ვამბობ რომ ამას ვყიდი $2000, მე რო არის მე ვათავსებ ამ ფასს თქვენთვის, ანუ ორდერს ვსდებ რა, განცხადებას ვსდებ მაი მარკეტზე პირობით. ესე წარმოვიდგინოთ. სანამ მეორე მხრიდან არ მოყვება ამას, ასე ვთქვათ, ყიდველი შეთავაზება, რომელიც უნდა დამთავრდეს მე $2000-ზე. იქამდე ეს გარიგება ვერ შედგება, ხო ეგრეა, ხო? ბირჟაზე როგორ ხდებოდა აქამდე რომ ვიღაცა იტყოდა რომ მე $2000 ვყიდი, ვიღაცა ეუბნება რომ მე $1500 ვიყიდი. სანამ ეს ორი ერთმანეთთან არ შეთანხმდებოდა, მანამდე ვერც გაყიდვა შედგებოდა, ვერც ყიდვა ვერ შედგებოდა რა. მაგრამ ამ დროს გამოჩნდნენ და ითხოვა ბაზარმა ინგლისურ ტერმინი უფრო სწორია რა, ანუ market maker-ების წარმოშობა. ეს market maker-ები, რომელიც დაემატა ამ ჩვენ ბაზარს, ეს არის ინსტიტუციები, აქამდე იყვნენ ინსტიტუციები, რომლებსაც ჰქონდათ ორივე ვალუტა, ორივე აქტივი უფრო სწორად რა. ისინი იყვნენ როგორც გამყიდველები, ისე მყიდველები. ანუ მე რო ავდგები და ახლა ვამბობ რომ ამ მობილურს ვყიდი $2000 და რა ვიცი, მაგალითად, ქეთი მეუბნება რომ მე ვიყიდი $1500. კახა რო იყოს market maker-ი, კახა მე მეტყოდა რომ მოდი მე შენგან ვიყიდი $1550 და ქეთის ეტყოდა რომ მოდი მე შენ მოკიდი $1555 პირობით ციფრს ვამბობ რა. მე მეტყოდა ქეთიზე მეტ ფასს, ვიდრე ქეთი მეუბნება, მაგრამ ჩემზე ნაკლებ ფასს, ქეთის ეტყოდა ჩემზე ნაკლებ ფასს, მაგრამ უფრო მეც ვიდრე ქეთის უნდოდა. ანუ ამ როცა თქვენ დაინახავთ market price არის market maker-ის მიერ შექმნილი ფასი, რომელიც თან ყიდულობს, თან ყიდის, ორივეს ერთდროულად აკეთებს. და გთავაზობს, თუ შენ გინდა რომ გაყიდო საბაზრო ფასით გაყიდი და იყიდი market maker-ისგან, რაც აქტივს ქმნის ლიკვიდურს. ანუ აქცია აქედან გამომდინარე სწრაფად გაყიდვადი და ყიდვადი გახდა. ახლა უძრავ ქონებას მაგალითად სწრაფად ვერ გაყიდი, ვერც იყიდი. უძრავ ქონება უნდა მოძებნო, ეგ bid order-ები უნდა ნახო მაგალითად my home-ზე, რა ვიცი, SSG-ზე და ასე შემდეგ. და მე უნდა ევაჭრო და მე თუ გამოჩნდა საშენო ან შენ თუ გაქვს უძრავი ქონება და გინდა რომ გაყიდო, თუ გამოჩნდა საშენო კლიენტი, აქ შემთხვევაში გაყიდი და გარიგება შედგება. აქციებში რო ეგრე იყოს, საბოლოო ჯამში არც მოქნილი იქნებოდა ფინანსური სექტორი, ვერც გაიზრდებოდა და წვდომა ვერ ექნებოდა ფინანსებზე, მათ შორის კომპანიებსაც. ამიტომ რომ ეგ შესაძლებელი გამხდარიყო, ზუსტად ამაში ბანკების და market maker-ები, ძირითადად ბანკები არიან ხოლმე დიდი market maker-ები, ინსტიტუციები, თან ყიდულობენ, თან ყიდიან და იმ შუაში სხვაობა არის მათი მოგება. $1550 რო იყიდა ჩემგან ეს მობილური და $1555 პირობითად ვამბობ ამას, $1555 რო გაყიდა დაუშვათ იმაზე ქეთიზე, ის $5 რაც დარჩა. ის $5 არის მისი მოგება. მე ქეთი მე რა ფასას ვთავაზობდი, აინც იმაზე უფრო იაფად იყიდა, ამ შემთხვევაში $1500 და $2000-დან იყო ბიდი, გამოვა 1750, 1755. მაინც უფრო იაფად იყიდა, ვიდრე მე ვთავაზობდი, მე კიდე მაინც უფრო ძვირად გავყიდე, ვიდრე ქეთი მთავაზობდა. ანუ limit order-ის გაცხადების დადების გარეშე სწრაფადად შემიძლია გაყიდო და თუ სწრაფად შემიძლია გაყიდო, ანუ ლიკვიდურობა თუ დევს, შესაბამისად აქტივი ლიკვიდურია. აქედან გამომდინარე, ამას მოყვა ის, რომ ბაზარზე უკვე შესაძლებელი იყო სწრაფი ყიდვა და გაყიდვა კონკრეტული კომპანიების წილების, აქციების და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს მე განვითარება რა მოყვა, რომ აქამდე retail სექტორს არ ქონდა წვდომა ფინანსებზე. ანუ მე თქვენ აქ ვინც ავართ ახლა ინდივიდუალურ ტიპებს, წლების განმავლობაში ძალიან ახალი არის ეს, რომ ჩვენ გაგვიჩნდა წვდომა რეალურად აქტივების ყიდვა გაყიდვაზე. არავის სამყაროში არ ქონდა ამაზე წვდომა გარდა ლიცენზირებული ვითომ გენიოსი ადამიანებისა, რომელსაც თითქოს უკეთესად ესმოდათ ფინანსები ვიდრე ჩვენ. მაგრამ ფაქტია, მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ბოლო 6 წელიწადში ასე დავადასტურეთ, რომ მთელი გაკარტირო ერთად შეკრიბოთ, მაგალითზე უკეთესად გვესმის ფინანსები ვიდრე მათ. ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ იცი რომ არ ეწყინებათ იმიტომ რომ ჯობნით პროცენტულობაში, ამიტომ საწყენის არაფერი. გვაჯობონ არ არის ეგეც პრობლემა. მაგრამ რისი თქმა მინდა ამით, რომ ინდივიდუალურ ადამიანებს ქონდათ ჩაკეტილი წვდომა იმაზე თუ რა ეყიდათ, რა გაეყიდათ. მათ შორის კომპანიებსაც თუ უნდათ რომ გამხდარიყვნენ რაღაცა კონკრეტული ბირჟის წევრი, ანუ გლობალზე გასულიყვნენ, ჩვენს ქვეყანაში ამ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ ერთი გზა. მივიდეთ ბანკთან და ავიღოთ ცეცხლი რაღაც კოლოსალურ ვალდებულებებში. სტარტაპ ეკოსისტემა ამ ქვეყანაში დაივიწყეთ, არ არსებობს. ინვესტორები ამ ქვეყანაში არ არსებობს. ერთადერთი რაც არსებობს, ეს არის ბანკი და ცეცხლი. დანარჩენი ყველაფერი არის ზღაპრები, აბსოლუტურად მე თქვენც რო გექნებათ ფიზიკური შეხება, მიხვდებით რომ ყველაფერი არის უბრალოდ ჰაერი ბუშტია, რომელზეც უბრალოდ თავს ვიმშვიდებთ აქ ყოფი ადამიანები, რომ თითქოს რაღაცა ფინანსური ინსტიტუტები არსებობენ. ორად ორი ფინანსური ინსტიტუტია. ბანკი, ერთი ლურჯი, მეორე სტაფილოსფერი.
მეტი არ არსებობს. ახლა თემა რა არის? ამა რა გამოიწვია კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგადად მე განვაზოგადოთ რა. გამოიწვია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი ფიზიკურად ვერ განვითარდება, იმიტომ რომ შენ წარმოიდგენ როგორ რაღაც ეჯიბრები. შენ ეჯიბრები ლონდონის ბირჟას. ეჯიბრები მაგალითად ნიუ-იორკის ბირჟას, ჩიკაგოს, ჰონკონგს. ახლა ლონდონის რა ვთქვით ჩვენ რა არის ეს ბირჟა, ხო? ეს წილებს ათავსებს, სადაც ყიდი და ყიდულობდა, სადაც უკვე მარკეტ რამდენი ინსტიტუცია გაქვს, ხო, რამდენი ელემენტი ჩამოვთვალეთ. ნახეთ, რა არის ფულის მულტიპლიკატორი, გავიგეთ რა არის ბანკი საბოლოო ჯამში, გავიგეთ ეს სტოკ მარკეტი როგორ მუშაობს, როგორ იდება ორდერი, როგორ იყიდება და ყიდვა და გაყიდვა როგორ ხდება ამ ორდერის და ვინ არის მარკეტ მეიკერი, ანუ ამ ფასის შემქმნელი. საბოლოო ჯამში ამას უკვე ეძლევა კონკრეტული სახე და იმ ბირჟას აქვს თავისი პირობები, რომ თუ შენ გინდა რომ მოხვდი ამ ბირჟაზე, ან დაილისტო მაგალითად რა და გამოჩნდა და ვიცი რომ მე იმ ბირჟაზე თუ გამოვშტები, მე იმ ბირჟაზე ბრიტანელ ინვესტორებს ან ბრიტანული იურისდიქციით დაინტერესებულ ინვესტორებს შევხვდები. ანუ იმათ თვალში გამოვჩდები. ანუ მე ვიცი რომ იქ ფულია. იქ არიან ადამიანები, უბრალოდ წარმომადგენლები ადამიანების, რომლებსაც ფული აქვთ და რომლებიც ეძებენ ინვესტიციის ჩადებას. ინვესტიციის ჩასადებად კონკრეტულ შესაძლებლობებს. ამიტომ ეს ჩემთვის შესაძლებლობაა და მათ შორის ინვესტორმა იცის რომ ლონდონის ბირჟაზე თუ ფულ შეიტანს, იქ დაიწყებს ძებნას იმ კომპანიებისას, რომლებიც ბრიტანულ იურისდიქციაში მოძრაობენ. თუ ნიუ-იორკში შეიტანს, მაშინ ამერიკულ იურისდიქციაში მოძრაობ კომპანიებზე, ჩიკაგოში, ამერიკულ ბირჟაზე, ჰონკონგი, აზიის კომპანიები და ასე შემდეგ რა, დახლეჩილია ესე რა. არსებობს კიდე ცალკე ძალიან ცოტა რაოდენობა გლობალური ბირჟის, მაგრამ ნუ ეგ ცალკე ამბავია. მაგრამ თემატიკა რატო წამოჭერით ახლა ეს? საბოლოოდ სად მივდივართ, რომ ქართული ბაზრისთვის კაპიტალის ბაზარი რო განავითარო, ანუ შეხედე რამდენიმე გჭირდება. ერთი რო გჭირდება ფინანსური ინსტიტუციები, მეორე გჭირდება კომპანიები, რომელსაც ფინანსური წვდომა აქვს. მესამე გჭირდება ამის შემდგომ გჭირდება უკვე ბირჟა, რომელსაც ასე უნდა ყავდეს მარკეტ მეიკერი, ანუ ისო ფინანსური ინსტიტუცია. მაგრამ ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ესეთი რამე რა, ნებისმიერ მთავრობის დროს ჩვენ ვწევთ ერთ-ეგივე წრეზე და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყავს ორადორი ბანკი, რომელიც მილიარდს აკეთებს წელიწადში, ეგ ცუდია რა, პირიქით სამაგარია, მაგრამ რიც ხარჯზე. კომპანია თუ რამე, ანუ იმდენად დიდი ფულია მოთავსებული და დარეზერვებული ამ ბანკებში, ეს ფული სადღაც უნდა წაიღონ. ამიტომ ამ ფულის წაღება უწევთ იმისთვის, რომ იყიდონ ყველა კომპანია, რომელიც კი რაიმე შემოსავალს წერს, იმიტომ რომ ბანკისთვის როგორც აგიხსენით ახლა, შეხედეთ, ფულის გაჩერება არის კატასტროფა. რომ ფული ღირებულებას კარგავს. ოქრო სტანდარტი, რაც ჩვენ ჩავხსენით, იმის მერე თითოეული ლარი, რომელიც იდება თქვენს ანგარიშზე, აი აქ, ის ღირებულებას კარგავს. ანუ თქვენ ღარიბდებით ყოველდღიურად, ყოველწლიურად. ამ ფულს თუ არ აძლევთ გზას და ეს ფული თუ არ მიგავს, სადმე და ინვესტირებას არ აკეთებს, რომელიც უფრო მეტ პროცენტს დაგიწერს, ვიდრე ინფლაცია, ვიდრე ბეჭდავენ მაგალითად რა. აზრი არ აქვს, ამდენს არ უნდა იშრომო, სულ ღარიბი იქნები რა, ანუ სულ რო გაგიზარდონ ხელფასი, იმაზე მეტად არ გაგიზრდიან ხელფასს, ვიდრე ინფლაცია იქნება. ამიტომ გინდა არ გინდა მოგწოს, არ მოგწოს, შენია არა ეს ფინანსები, ეს ცხოვრების ნაწილი როგორც ჰაერი, როგორც საკვები და ასე შემდეგ, ჭირდება რომ ინვესტირება გააკეთო, მაგრამ საქართველოში რატო ვერ ხდება, ხო ეს ანუ რა მოჯადოებული წრე არსებობს ისეთი რომ ვერ გაკეთდა ეს კაპიტალის ბაზარი, ხო მარტივი კონცეფციაა, ხო? მარკეტ მეიკერი, ყიდველი, გამყიდველი. ადგილი სადაც ეს ყიდველი, მარკეტ მეიკერი და გამყიდველი ერთად მოიკრებენ ძალებს, ასე ვთქვათ და იქ გააკეთებენ კონკრეტულ ქმედებებს. და ყველას გესურვება რომ აი თუ მივდივართ, რა ვიცი, ბილტმორში ჩვენ ვიცით რომ გავყიდით და ვიყიდით კონკრეტული კომპანიების აქციებს. რატომ არის შესაძლებელი რომ ამას ვერ აკეთებს ეს ბაზარი, ვერც ერთი მთავრობა ამას ვერ გააკეთებს არსებული ტრადიციული ფინანსური სისტემის ქვეშ. და რა ხდება ტოკენიზაციაში ეგეთი განსაკუთრებული და რით არის განსხვავებული აი ეს ქაღალდი ვირტუალურად არსებულ კონკრეტულ ტოკენთან. ანუ ამას თუ აქვს ღირებულება და თუ ამბობთ რომ ეს არის გასვლის საშუალება, იმიტომ რომ დობის წყაროა, კომუნიკაციის ენა. მაშინ აქ რომ მე მობილურით გადმოგირიცხავთ კონკრეტულად მაგალითად USDT-ს, ციფრულ დოლარს მაგალითად. იმას რატომ არ აქვს ღირებულება იგივე რაც ამას აქვს? ანუ იმიტომ რომ ქაღალდია და ესე ყოჭავ და ასე შემდეგ მუშვები, ანუ ამის გამო აქვს ამას ღირებულება რეალურად თუ საღებავი აქვს ლამაზი და ამიტომ აქვს ღირებულება. იმასაც ძალიან კაი ფერი აქვს, ფოტოშოპის დიზაინი ძალიან საკაიფო აქვს. ანუ რა არის ხო სხვაობა ამის, ხო? როცა უკვე ოქრო ჩავხსენით, აღარა გვაქვს ოქრო. ახლა ნახეთ. ოქროს სტანდარტი იყო პირველი ტოკენიზაციის სახე. მათ შორის ტოკენიზაცია არის კაპიტალის მარკეტის სახეც.
როგორც ამ IPO-ზე, ანუ პირველად შეთავაზებას როცა აკეთებს კონკრეტული კომპანია თავისი აქციებს როცა გადის და ეუნება რომ პირველად ტიპებს რომლებიც მაღალ რისკს იღებთ, იმიტომ რომ მე წარმატებული ვიქნები თუ არ ვიქნები, ეგ უკვე ცალკე ამბავია. თქვენ შეაფასეთ. მე წარმატებული თუ ვიქნები თუ არა, მაგრამ პირველად ტიპებს გთავაზობთ დაბალ ფასში ამას. ხდება კომპანიის შეფასება, რაღაცა ბლა ბლა ბლა, ჰაერის მოგონება, ცხაპრები ასე შემდეგ და მე ხდება მოკლედ ამის გათავსება ბაზარზე და მე ხდება ყიდვა გაყიდვები, ორდერები და ასე შემდეგ რა. მაგრამ ტოკენიზაციის შემთხვევაში რა ხდება განსხვავებული? განსხვავებული ხდება ის, რომ თუ შენ ტრადიციულ ფინანსებში დაგჭირდებოდა ამდენი რამე და კონკრეტული ტიპების დარწმუნება, აქ შენ გჭირდება რეალურად ზოგადად ბაზრის დარწმუნება. ანუ ბაზარზე გულისხმობ ავთოს, ლადოს, იას, ქეთის, შოთას, კახას, სალომეს და ასე შემდეგ რა. კონკრეტული ინდივიდუალების დარწმუნება. ანუ მე თუ მაქვს რაღაც სტარტაპი, რასაც ვაკეთებთ მაგალითად ჩვენ, ხო? მე თუ მაქვს რაღაც სტარტაპი ან კომპანია, რომელიც მუშაობს, დაუშვათ, ხო? გამოდე და ტოკენი გამოუშვი ამ კომპანიის, მე რა გავაკეთე, რომ ტოკენით გამოვსახე კომპანიის წილი. აქციით როცა სახავ კომპანიის წილს, ის აქცია ციფრულია დღეს. აღარ არის ფიზიკური აქცია, ესე რომ დაარბოდნენ დაუშვათ იმით, ქაღალდებით რომ დაარბოდნენ რა. ისიც ციფრული არის. ისიც კონკრეტულ საბუღალტრო წიგნში იწერება. მაგრამ ის ცენტრალიზებულია კონკრეტულ ტიპს ეკუთვნის. მაგალითად ლონდონის ბირჟას ეკუთვნის, რა ვიცი, ნიუ-იორკის ბირჟას ეკუთვნის, ჩიკაგოს ბირჟას და ასე შემდეგ რა. და როცა ჩვენ გამოდივართ და ტოკენიზაციაზე ვსაუბრობთ, ჩათვალეთ რომ ნებისმიერ ტიპს სოფლიოში შეუძლია გადაამოწმოს ჩემს კომპანიას რამდენი ტოკენი აქვს გამოშვებული. და ეს ტოკენი რა რაოდენობა ეკუთვნის კონკრეტულ წილობრიობას, რას გამოსახავს რა. პლუს ამას კიდევ ერთი პრობლემა რაც არის ტრადიციულ ფინანსებში, ეს არის მინიმალური ზღვარი. ეს მინიმალური ზღვარი ძირითადად მაგალითად ბრიტანეთში იყო 500,000 ფუნტი. ეს თავის დროზე რა. მაგის გარდა დაახლოებით გჭირდება 18 თვიანი მარათონი გაიარო, იმისთვის რომ შენ შეძლო და შენი აქცია გამოუშვა როგორც კომპანია. ნუ ეს იმის მერე რაც დაუშვათ წარმატებას უნდა მიაღწიო და მთელი ამბები. ამ 18 განმავლობაში შენ როგორც კომპანია სწრაფად გჭირდება ფული რომ საწვავი ჩააცხარო, სწრაფად განვითარდეთ. სწრაფად თუ არ ვითარდები, ეს შენთვის როგორც კომპანია ნებისმიერ ბიზნესში არის დამღუპველი. იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ფული უფასურდება, შესაბამისად ხარჯები იზრდება, შესაბამისად შენ სანამ დრო გაქვს, იქამდე უნდა მოასწრო ამ ხარჯების მაქსიმიზაცია. ამისთვის გჭირდება საწვავი, რომ A წერტილიდან B წერტილში მიხვიდე. A წერტილიდან B წერტილში რომ მიხვიდე ფინანსებში, საწვავი არის ფული. ამიტომ ფულზე წვდომა. ანუ ერთი არის ფულადი ბარიერი, მეორე არის დროითი ბარიერი. მესამე ნაწილი რაც არის, ანუ ამ ბარიერებში რა, ტოკენიზაციის კუთხით, როგორც ჩვენ ვთქვით, რომ თუ აქამდე მე მქონდა ოქრო დადებული რეზერვში სადღაც და ამ ოქროს ამას დაუბეჭდავდი და ამით წარმოადგენდი ოქროს სახეს, ახლა შემიძლია რომ პიქსელ აკადემია რომ მაქვს აქ, ეს არის ჩემი ბიზნეს საქმიანობა და ამის სახე გამოვსახო ტოკენში. და შენ თუ ტოკენს ყიდულობ, შენ ფაქტობრივად ხდები პიქსელ აკადემიის მეწილი. ანუ შენ ელოდები ან დივიდენდს, ან კაპიტალზე მოგებას. სხვაობა სადმე შინაარსობრივ ხო ვერ ხედავთ, ხო? აქცია რაც არის ისაა ტოკენი. როგორ? კითხვა იყო? კი, მიყვები. უბრალოდ ხმარო გათიშონჯობი. კაი, მეორე ნაწილი კიდე რაც აქვს ტოკენიზაციას თავის შინაარსი, რაც ნიშნავს ტოკენიზაცია არის, რომ შენ კონკრეტულად რაღაცას უნდა, რაღაც აქტივს უნდა ფლობდე და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის სტაბილური კოინები, მაგალითად USDT, USDC და ასე შემდეგ. რას ნიშნავს სტაბილური კოინი კრიპტოვალუტაში? ანუ კონკრეტული კომპანიებმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გამოუშვეს კონკრეტული პრინციპით, კონკრეტული წესით გაკვეთილ რაოდენობა ტოკენი, დაარქვეს სახელი USDT, დაარქვეს მისეს ლოგო, მისეს ფერი, მისეს ნომინალი, რა რაოდენობა უნდა იყოს და თქვეს რომ შენ თუ გაქვს ციფრული ეს რაოდენობა USDT, შენ გაქვს წილი X რაოდენობა ჩემს რეზერვებში. ანუ შენ რამდენი USDT-ს ყიდულობ, მე რაღაც რეალურ აქტივს ყიდულობ უკან. ანუ ეს USDT-ს გამომსახველი არის რაღაც კონკრეტულ რეზერვს. ანუ USDT-ს უფრო მეტი ღირებულება აქვს მაგალითად ვიდრე ამას, იმიტომ რომ ეს არაფერის გამოსახველი არა საბოლოო ჯამში რა. მაგის შინაარსში დღეს ვერ ჩავართ ძალიან შოც წავიყვანს, ამიტომ ესე გავაგრძელებთ.
ანუ პირველი ყველაზე ნათელი ტოკენიზაციის საშუალება იყო ეგ. მეორე რაც მოხდა აბსურდი ამ სოფლიოში უბრალოდ ადამიანებს შეგუება უჭირთ ამასთან და ნუ ადრე თქვენ ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, უყვარს თუ არ უყვარს, გულზე ეხატება თუ არ ეხატება, მაინც კრიპტო გახდება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი. ეს ჩემზე არა დამოკიდებული, არ ჩემი აზრი არა, არ ჩემი გემოვნება არა, არაფერი. ანუ გინდათ არ გინდათ მოგწონთ, არ მოგწონთ, ან დინებას მიყვებით, ან დინების საწინააღმდეგოდ მაინც მოგიწევთ საბოლოო ჯამში ძალით კრიპტოს როგორც ახლა ხმარობთ Facebook-ს, რომელსაც ადრე ბრძოდნენ პირობიდან რომ არ უნდა გამოვიყენოთ, როგორც ხმარობთ ახლა გაჯეტებს, როგორც მობილურია, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, მაინც მოგიწევთ კრიპტოს გამოყენება. იმიტომ რომ უკვე წარსულია ბანკები, აზრი აღარ აქვს რა. რო გავყვეთ ახლა ამ იმას ბარიერების ნაწილს და პრობლემების ნაწილს რა. პლუს ამას ტოკენიზაცია რას გიხსნის? შენ რო ახლა ადგედა ბრიტანეთში იყიდო ბრიტანული კომპანიის წილი, ან შენ რო იყო ბრიტანული კომპანია, მაგალითად ბრიტანული წილი გამოუშვა და გინდა რომ მიწვდეს სხვა ინვესტორებს. ან ქართული კომპანია ხარ მარტივად წარმოვიდგინოთ რა. ქართულ კომპანიას გინდა რომ ბრიტანულ ინვესტორსაც მიწვდე, ამერიკელსაც, გერმანელსაც, რა ვიცი, უკრაინელსაც, პოლონელსაც და ასე შემდეგ რა. რა უნდა ქნა, ხო? ანუ შენ საქართველოში თუ გამოუშვებ აქციებს, იმათ როგორ ექნება ცნობა? ფიზიკურად ვერ ექნება, იქ კანონმდებლობა გინდა, ის ეს ბლა ბლა ბლა, ზედმეტი ბიუროკრატია, თავისტკივილი სისულელე საერთო ჯამში რა. გლობალზე გახვიდე, ანუ ნიშნავს, რომ ცალკე ბაზარზე შეხვიდე, იქეთ, მერე მეორე ბაზარზე, მესამე ბაზარზე. კრიპტოში ჩვენ ვერ ვცნობთ ცნებას, არ ვიცით ცნება, რას ნიშნავს ბაზარზე შესვლა. იმიტომ რომ შენ თუ ხდები საჯარო, შენი ბაზარზე შესვლა ერთ-ერთი რაც რჩება ბაზარის შესვლისთვის. ეს არის მარკეტინგი და გაყიდვები. დანარჩენი აქეთ აღარ გაქვს. ანუ აქციების შემთხვევაში შენ თუ გინდა რომ ლონდონის, ანუ ბრიტანული ბაზრიდან შეხვიდე ამერიკულ ბაზარზე, შენ ამერიკულ ბაზარზე აქციები უნდა გაუშვა. გაიარო იქ იურიდიული დეტალები და მთელი ამბები და მერე გაუშვა. კონკრეტულად ამერიკული ბაზრისთვის კონკრეტული აქციების რაოდენობა. ისე ვერ ივაჭრებ შენ ამერიკულ ბაზარზე. საქართველოს ბაზრიდან თუ გინდა მიწვევ სხვა ბაზარზეც უნდა გამოუშვა შენ ეს აქციები. ანუ წავედი ამდენ ხარჯზე და ამდენ თავის ანუ რომელი კომპანია შეძლებს ამის დაძლევას, ხო? და თუ ამის დაძლევას ვერც ერთ კომპანია ვერ შეძლებს და მეორე მხარეს გაქვს კოლოსალური საპროცენტო განაკვეთი ბანკების პროცენტებს, ანუ როდისღა უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი საქართველოში? ანუ როგორ უნდა შექმნა, როგორ უნდა შეძლო შენ ის, რისი მთელი სათავეც არის ტრადიციული ფინანსური სისტემა. ანუ როგორ შეიძლება შენ ეს დაავადება საძირკვეშივი არ მოკლა და ისე ამ დაავადებას ზემოდან დააშენო რამ? ის მაინც მოწამლავს ამ თავს, ანუ ვერ გაიქცევი, შანსი არა, ხო? ტოკენიზაციის შემთხვევაში, როცა მე ბლოკჩეინზე კონკრეტულ კოდს რო წერ და ტოკენს რო გამოვუშვებ, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ნებისმიერ ტიპს ვაძლევ საშუალებას, ვისაც კი მობილური აქვს და ინტერნეტთან ცნობა აქვს, ჩემი კომპანია იყიდოს სოფლიოს ერთი წერტილიდან მეორე წერტილში წამში, ისე რომ მე არც კი შემეკითხოს. და შეხედეთ მარკეტ მეიკერებზე რატო გავაკეთეთ ეს შესავალი და რატო ახსენეთ რა? თუ ტრადიციულ ფინანსებში მარკეტ მეიკერი, ანუ ტიპი, რომელიც თანყიდულობს და თანყიდის, არის ინსტიტუცია, რომელიც თავის ბალანსებს თვითონ ამოწმებს. 100 ცალი ვაშლი მაქვს ახლა და $100 თუ 99 ვაშლი მაქვს და $101. ანუ მე ფასი უნდა ავწიო ვაშლებისთვის. დავუშვათ, თქვათ რომ 50 ვაშლი გამიხდა და $200, 200 ცალი დოლარი მაქვს. ნიშნავს უკვე ერთი ვაშლი რომ მე წავიღო ამ ლიკვიდურ ამ კალათებიდან. მე $2 უნდა დავდო აქეთ დოლარში და წავიღო ერთი ცალი ვაშლი. როგორც კი $2 დავდებ, მე $2-ზე მეტი უნდა დავდო უკვე რომ კიდე ერთი ვაშლი წავიღო. ანუ ამ ლიკვიდურობის ნაწილი. ამას ტრადიციულ ფინანსებში კონკრეტული ინსტიტუციები აგვარებენ, რომლებიც კარნახობენ შენ პირობებს, იმიტომ რომ ფასის დამდგენები ისინი არიან. ყველაზე პირველი მარკეტ მეიკერი იღებს ფასს. შენ და მე ვერ ვიღეთ ამ ფასს. ამიტომ მანიპულაციები, სპეკულაციები, ფასის დამდგენის ყველაფერი ძალაუფლება გადადის იქეთ. კანონმდებლობები, რეგულაციები თუ აქამდე ვარდისფერ სამყაროში ვინმე ცხოვრობდით, დაგიმსხვერპლთ რომ არ ხდება ეგ ვიღაცა პოლიტიკოს დაესიზრა ღამე რომ ახლა ავაშენოთ ქვეყანა და მოდი ეს კანონი მივიღოთ, ეგრე არ ხდება. კონკრეტული ფინანსური ინტერესი არსებობს, ამ ფინანსური ინტერესს უნდა მოყვეს კონკრეტული შეზღუდვები, იმისათვის რომ ბაზარი ამისთვის მარკეტ მეიკერისთვის იქნება თუ ინსტიტუციისთვის კომფორტული იყოს. შესაბამისად, როცა ეს ლობი ძლიერდება იმიტომ რომ ფიზიკურად, ანუ არ არსებობს გამოსავალი ამ მარტოხებით. რაც შეეხება უკვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ეს ტიპი ამოვარდნილია. ეს ინსტიტუცია, რომელიც ფასს ადგენს, საერთოდ აღარ არსებობს. და არსებობს რა? Smart კონტრაქტი, ან ჭკვიანი კონტრაქტი. ამ ჭკვიანი კონტრაქტის ლოგიკა რა არის? ჭკვიანი კონტრაქტს აქვს წყვილი მიცემული წინასწარ. და წინასწარ აქვს მათემატიკური ლოგიკა მიცემული და უნდა დათვალოს, მეტი არაფერი არ უნდა აქნას. ამას ვეძახით automated market makers, ავტომატური market maker. ანუ რობოტია, ჩათვალეთ, რომელიც უბრალოდ ერთ რასაც აკეთებს, უბრალოდ ითვლის, რომელ კალათაში რა პროპორციები აქვს.
თუ აქვს მაგალითად 10 ცალი ვაშლი და აქვს, რა ვიცი, უკვე 500 ცალი დოლარი, გეტყვის შენ რომ მაგალითად უნდა მომიტანო დაახლოებით 50 ცალი დოლარი, რომ შენ ერთი ვაშლი წაიღო. და როგორც კი შენ ვაშლებს შემოიტან, უფრო მეც და დოლარს წაიღებ, ანუ გაყიდვებს დაიწყებ ვაშლისას, დოლარის ყიდვას დაიწყებ. ამას აკეთებ, როცა შენ ვაშლს დებ კალათაში და მიგაქვს დოლარი. ყიდი ვაშლს, ყიდულობ დოლარს. როცა ამას დაიწყებ, მაშინ უკვე დოლარის ღირებულება გაიზრდება, დოლარის ფასი გაიზრდება და ვაშლის ფასი დაიკლებს. იმიტომ რომ ვაშლი იქნება მეტი, დოლარი იქნება ნაკლები. და ახლა შეხედეთ, ეს ტოკენიზაცია და ბლოკჩეინ ტექნოლოგია გთავაზობს შენ რამდენიმე რამეს. ერთი, გლობალურ ბაზარზე ეგრევე გახვიდე, ანუ კაპიტალ მარკეტი შენ თვითონვე შექმნა, დაარქვი ავთოს ბირჟა პირობითად, აი მე დავარქვევ ავთოს ბირჟას. აი ყველას ესოდინება, რომ ავთოს ბირჟაზე არის ეს წესები, რომელიც ავთომ დაადგინა, კონკრეტული წესები, სადაც მაგალითად კონკრეტული ინვესტორები მოვლენ და ივაჭრებენ. ესოდინებათ, რომ ავთოს ეს წესრიგი აქვს, ეს წესები აქვს, ავთოს, რა ვიცი, გამოცდილებას ვენდობით, ავთოს წესით უნდა ქონდეს სწორად გათვითმობილებული, როგორი ტოკენები დალისტოს, როგორი ტოკენები არ დალისტოს თავის მარკეტპლეისზე. მაგრამ მიუხედავად ავთოსი, შეიძლება ვინმე ადგეს გაბრაზდეს, რომ ავთომ აპონში დამჩაგრა მე. ადგება და თავის მარკეტპლეის გააკეთებს, თავის ბირჟას გააკეთებს და ერთმა რა ვიცი, პეტრეს ბირჟა. და პეტრეს ბირჟაზე ყველას ეცოდინება, რომ დაჩაგრულები არიან. წავლენ იქეთ, მაგალითად, ავთოსგან დაჩაგრულები არიან პირობითად რა. და ანუ იმდენად იზრდება კონკურენცია, რომ ბანკის და ამ მარკეტ მეიკერის ინტერესი ხრება აქ. მაგის გარდა კიდე რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება არის, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით გაქვს წვდომა. ანუ შენ თუ იქ გაქვს მინიმალური ზღვარი, რომ 500, აი მაგალითად TBC კაპიტალის ობლიგაციები თქვენ რომ იყიდოთ 50000 დოლარი გჭირდებათ. რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში 50000 დოლარი, რომ ეს ობლიგაცია იყიდოს. ახლა წარმოიდგინეთ, მე რო ვიყიდო TBC ბანკის ობლიგაცია. ამის ტოკენიზება მოვახდინო და თქვენ მოგცეთ 5 დოლარით TBC ბანკის ობლიგაციის ყიდვის საშუალება, იმიტომ რომ მე რასაც დავირისხავ სარგებელს ამ ობლიგაციაზე, იმ პროპორციით გაგინაწილებ ტოკენის ფლობელებს, რა პროპორციაც გექნებათ ნაყიდი. თუ მე გამოვუშვი მაგალითად 50000 ცალი ტოკენი და შენ თუ გაქვს დაუშვათ 5000 ტოკენი, ანუ ესე იგი მე შენ უნდა დაგირიცხო 10% იმ სარგებლისას, რასაც მე მივიღებ. ხო, ანუ ხო ჭკვიანურია. მე ეგრევე ფული ამოღებული მაქვს, TBC ბანკი ფულს არ კარგავს, თქვენ შესაძლებლობას არ კარგავთ. ანუ აი ელემენტარულ გადაწყვეტაში ძალიან მარტივად მოხდა თქვენი დაკავშირება TBC კაპიტალის ობლიგაციებთან. მაგრამ შევეცვალთ TBC კაპიტალის ობლიგაციას უკეთესი საშუალებებიც არსებობს ინვესტირებისთვის. ახლა ნახეთ, ანუ ზღვარი იმისაც რომ ამაში ცდომა გქონდეთ, უკვე გააქვთ. და აქამდე თუ უფრო მდიდრდებოდნენ და ამაზე გული უწუხდებოდა ვიღაცებს მაგალითად რა, ეს იყო სამართლიანი იმ სისტემაში ასისტემაც იყო. დღეს ეგ სისტემას შინაარსი აქვს დაკარგული, იმიტომ რომ დღეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ შემოსავლის ადამიანს დააგროვოს თავის დოლარად, იმიტომ რომ პენსიას რო ველოდებით საპენსიო სააგენტოდან, რომელსაც ცხოვრებაში ვერ მივიღებთ, ანუ ეგ პენსია უნდა შექმნა შენ თვითონ. არც ერთი მდიდარი ადამიანი თუ დააკვირდებით რა, არც ერთი wealth უпроსორად ადამიანი არ ელოდება საპენსიო სააგენტოს მიერ დარიცხულ ფულს. ყველას აქვს თავისი ინვესტიციები გაკეთებული და ისინი სულელები არ არიან, იმიტომ აქვს ინვესტიციები გაკეთებული, რომ ერთი არის შენ გამოიმუშაო ფული და მეორე არის რომ ეს გამომუშავებულ ფულს მისე გზა რომ გამრავლდეს. თუ ეს არ გაამრავლე, ფულის თვისებაზე ხო ვისაუბრეთ უკვე. ინფლაციური ატომაც არის ღირებულებას ატომას კარგავს. იმიტომ რომ გამოვედი ობი მინდა დავაჭირე ენტერს, ან მინდა უფრო მეტი ფული დავაჭირე ენტერს დავბეჭდე. დაბეჭდა იწევს გაუფასურებას, იმიტომ რომ როგორც ვთქვით ჩვენ, თუ დოლარის რაოდენობა უფრო მეტია და ვაშლების რაოდენობა ნაკლები, ვაშლი მეტი დოლარი ღირს. ხო არის ძალიან მარტივი მაგალითია 10 ცალი ვაშლი თუ გაქვს და 1000 ცალი დოლარი თუ გაქვს აქედან მხარეს ბაზარზე კალათის მაგალითზე რო გავამარტივოთ რა, ესე იგი შენ ჭირდება რომ დაახლოებით 100 ცალი მომიტანო მე დოლარი რომ 1 ცალი ვაშლი წაიღო და დოლარის რაოდენობა ბაზარზე თუ არის 10 ცალი და ვაშლის რაოდენობა 10 ცალია, მაშინ შენ 1 დოლარი უნდა მომიტანო რომ 1 ცალი ვაშლი წაიღო, მაგრამ ვაშლი ხო არ იცვლება, ხო პროდუქტი მაინც რჩება, ხო? ანუ შენი ინფლაცია და ღირებულება მაინც საბოლოო ჯამში იმაში კონვერტირდება, რაშიც შენ ხარჯავ, ანუ შენი ცხოვრების სტილში. მაგრამ ტოკენიზაციის შემთხვევაში ერთი ბარიერი მოგიხსნა რაოდენობა, ანუ ფულადი ოდენობა, მეორე ლიცენზიები ყველაფერი დაგავიწყებინა და მესამე შესაძლებლობა მოგცა შენი გამომუშავებულ ფულს გზამიცეს გამრავლდეს. ამის შესაძლებლობას გაძლევს. მეოთხე, ამავდროულად კომპანიებს საშუალება ეძლევათ IAP ფულზე კონდეთ წვდომა. ის IAP ფული არა 2012-ში რო ვიცით ჩვენ. რეალური IAP ფულზე არის საუბარი აქ იმაზე, რომ კონკურენცია, ანუ ფულის გამყიდველები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ შემთხვევაში ფულის გამყიდველი მხოლოდ ბანკი ყავს და ტოკენიზაციის დროს უკვე ყავს ბევრი ადამიანი, ბევრი კომპანია. რა ვისაც უნდა რომ ფული გაყიდოს. ფულის გაყიდვა რატო უნდა? იმიტომ რომ ფული გაამრავლოს. ინტერესი ეგა. და თუ ფულის გამრავლება ბევრს უნდა და
და ფულზე წვდომა ესე იგი შესაბამისად უფრო კომფორტული ხდება და კონკურენცია მაღალია. მე ხო შემიძლია უფრო იაფად დავითრიო ეს ფულადი სახსრები, იმიტომ რომ განვითარდე მე თვითონაც და იმას დაუბრუნო თავის ფულადი სახსრები და მე მივიღო ჩემი მოგება. ნაკლები წნეხი მაქვს, მეტი რესურსი მაქვს და ამ შემთხვევაში უკვე კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეიძლება საუბარი. გარდა ამისა, რატო ვამბობთ, რომ გაქვს იმწამიერ ლიკვიდურობაზე წვდომა? შენ რო დღეს საქართველოს სტარტაპში ფულს დებ, თუ ინვესტორი ხარ მაგალითად რა, აი ეს სტარტაპმა უნდა რა ვიცი, რომს გაიზარდოს შემოსავლები, რომს გაზარდოს და სულ სახე გაიძროს, თუ ბირჟაზე გასული არა, შენ მის წილს ესე ვერ გაყიდი. შენ მისი წილის გაყიდვა მოგიწევს, რა ვიცი, დაურეკავ ვიღაცა დიდ ტიპს, მეორე ტიპს, მესამე ტიპს, მეოთხე ტიპს და ეთქვი, რომ მე გაყიდვა მინდა. აი უზრავ ქონებაზე ავიღოთ, გაქვს უზრავი ქონება ნაყიდი 15 წლის წინ $30,000, რომელიც დღეს გირის $1,000,000, მაგრამ ეგ რო გაყიდო, ღილაკს ხელი დააჭირო და გაყიდო, არ გამოგივა. შედიხარ, რა ვიცი, ურეკავს უძრავი ქონებისაგენს და ეუნები, ვიქტორია, მოდი მომეხმარე $1,000,000 აქტივი მაქვს გასაყიდი. სასწრაფოდ ჭირდება ფული. ეს ტოკენიზაციაში ვერ მოხდება. იმიტომ რომ თუ ტოკენს ფასი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ტოკენის უკან ლიკვიდურობა არის, იმიტომ რომ ლიკვიდურობის გარეშე ფასი ვერ იქნება. მაშინ ტოკენის ფასი ნულია. თუ ლიკვიდურობა არ არსებობს, ანუ რაღაცის წვილი თუ არ არსებობს, რომელშიც ამ ტოკენს გადაცვლი, რომელიც შენ თვითონ, ანუ შენ რომელიც ამ პროექტის წარმომადგენელი ხარ, შენ თვითონ უნდა შექმნა რა და მე რეალურ მაგალითზე აგიხსნით ცოტა ხანში მაგასაც. შენ თუ ამ უზრუნველყოფას არ აკეთებ, გამორიცხული ამბავია, რომ შენ ტოკენს ფასი გქონდეს. ანუ ჰაერზე ფას ვერ მისცემ. valuation-ი არაფერი არა. valuation-ი არის წარსული, მეგობრებო. არ არსებობს DCG მეთოდით რამდენიც გიდათ ითვალეთ თქვენი კომპანიის ღირებულებები, სულ ვარსკვლავის მოწყვეტათ, მაგრამ ვერ გაყიდით მაგფასში. თუ მაგფასში ვერ ყიდით, ესე ლიკვიდური არა. თუ ლიკვიდური არ არის, ქვის ხანა, ანუ ძალიან წარსულია რა. გავაგზავნებ ახლავე. კი. რამდენიმე სლაიდი დამრჩა და ჩაყვე ამ ტოკენიზაციას ნენა მივიდე შევკრა. მეორე ნაწილი, აი აქ ამ სლაიდზე მიდოდა მეჩვენებინა, რომ აი ეს არის თქვენი ტრადიციული ფინანსები. როგორ ხდება კონკრეტულად კომპანიის გაყიდვა და ყიდვა. ეს არის ტოკენიზაციით გაკეთებული კომპანია, რომლის გაყიდვა და ყიდვა კაცმა არ იცის ვინ ყიდულობს და ვინ ყიდის, ერთადერთი შენ რაც იცი, რომ ვიღაცები ყიდიან და ყიდულობენ. ანუ აქ რატო გვაქვს ეს, რომ ექსკლუზიური უფლება უნდა გქონდეს შენ ტრადიციულ ფინანსებში, რომ შენ რაღაცა იყიდო და გაყიდო. და ტოკენიზაციის დროს შენ აი ეს ექსკლუზივი არ გჭირდება. ყველას ექსკლუზივი გვაქვს. ყველა მნიშვნელოვანი ვართ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც მონაწილეობთ კომპანიაში. მაგრამ ჩვენი დოვლათი არ გვეკარგება, ეგეც თავარია რა. გარდა ამისა, რატომ არის ეს ტოკენიზაცია დადებითი აბსოლუტურად ყველა სამივე მხარესთვის. ანუ ეს მომგებიანია სტარტაპის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, წვდომას იღებს ფინანსებზე, მომგებიანია ინვესტორისთვის, იმიტომ რომ წვდომა აქვს ერთი და მეორე ყველაზე სწრაფად შეუძლია თავის ფული უკან, ანუ მოგება დააფიქსიროს. და მესამე ამავდროულად ბუსტს აძლევს ინოვაციებს. როგორც ბუსტი მისცა თავის დროზე ფულის მულტიპლიკატორმა ამერიკულ, ბრიტანულ და ევროპულ ბაზრების განვითარებისთვის რა, კოლონიებს თავი დავანებოთ. გარდა ამისა, რა სხვადასხვა кейს სტადები გქონდა გამოყენებული, მაგრამ მოდი ახლა ძალიან მარტივად აგიხსნით ერთ თემას, ჩვენ როგორ ვაკეთებთ ეს futures-ს თავი დავანებოთ. აი მაგალითად ყველაზე მარტივი მაგალითი რო ვარგოთ ჩვენ Pixel აკადემიის ტოკენის შემთხვევაში როგორ ვაკეთებთ რა? აი სტუდენტი მოდის Pixel აკადემიაში, იხდის კონკრეტულად კურსისთვის კონკრეტულ რაოდენობას student fees, my tuition fees. ეს ხო შემოვიდა გატარდა ამ ჩეკში ამოვარტყით რა. ეს დოლარი ან ლარი ან ნებისმიერი რაც იქნება, კონვერტირდება მე უკვე პროფიტი რაც იქნება, კონვერტირდება USDT-ში და USDT შემდგომ უკვე smart contract-ის დამხმარებით, ამ შემთხვევაში dividend pools დახმარებით წამოვა და განაწილდება ტოკენის ჰოლდერებზე. აი ეს საფულები, ვისაც უკავიათ, ეს არის ტოკენის ჰოლდერი. ტოკენის ჰოლდერი ფაქტობრივად, ანუ მეწილე აქციის მფლობელი, მიიღებს მას დაედროფება Pixel აკადემიის მიერ მიღებული მოგებიდან, მოგების 10% თავის კრიპტო საფულეს. რომელსაც რა ვიცი, ნებისმიერ დროს უნდა ამ Pixel ტოკენსაც უნდა გაყიდის და აღარ დაელოდება ამ დივიდენდებს, უნდა ამ დივიდენდებს მიიღებს, რომელიც აი ამ პროცესს, რომელიც აქ აქვს აღწერილი. ვერც ერთი სტარტაპი ვერ აგიხსენებთ ესეთ მარტივ ექსიტს. ვერც ერთი კომპანია ტრადიციულ ფინანსებში. და როგორც კი ტრადიციულ ფინანსებიდან დავაკონვერტირებთ ამას, აქედან მხარეს, სადაც უკვე მონაწილეობს რეალურად შეხედე ორი ნაწილი არის რა. ამას ცოტა ხანში აგიხსნით. შეხედე, აქ არის ორი ნაწილი. ერთი არის რომ მოგება დაფიქსირდა, ეს მოგება კონვერტირდება USDT-ში და dividend pool-ი, ავზი
რაც არის ეს დივიდენდი აქვს. ეს არის ის ჭკვიანი კონტრაქტი, რომელსაც კომერციული ლოგიკა აქვს. მიიღო USDT დაუშვათ $10,000 ოდენობით, უნდა დათვალოს ჩამურად თუ არსებობს 10,000 ტოკენი, შენ თუ გაქვს დაუშვათ 10,000 ტოკენში 1000 წელი ტოკენი, აჰა, ესე იგი $10,000-დან 10% $10,000 შენ უნდა მოგცეს. ვისაც 5% აქვს 5%-საც მისცემს რა. ანუ ვიღაცას $1,000 დაურიცხავს, ვიღაცას $500. ანუ ეს დირექტორთა საბჭოზე, რაღაცა აი იმაზე ხალხტუხიან სასტავზე, კოსტუმიან გაპრანჭულ ტიპებზე აღარ არის დამოკიდებული რა. მიიღე მოგება, გადავიდა smart contract-ზე და გაანაწილა პირდაპირ ტოკენის ჰოლდერებს. დასრულდა. ეს არის მთელი პროცესი. ტრადიციულ ფინანსებზე ამდენი ვილაპარაკეთ პირველ ნაწილში. ხო ნახეთ რამდენად მოკლედ ჩავეტიეთ მეორე ნაწილში ტოკენიზაციას. ზუსტად ეგეთი მარტივი პროცესებია და ეგეთი ხელმისაწვდომი ტოკენიზაცია განსხვავებით ტრადიციულ ფინანსებისგან, სადაც ზედმეტად რთულად თითქოს ხელოვნურად არის გამხდარი, რომ თითქოს რაღაც განსაკუთრებულ ადამიანებს აქვთ ფინანსებზე ცნობა, მაგრამ ცოტა რომ დავფიქრდეთ იდეაში, ფინანსებზე ჩვენ 2 წლისა ვართ თუ 90 წლისა ვართ, ან 100 წლისა ვართ. ყოველდღე გვაქვს შეხება. და სკოლის ასაკიდან დაწყებული რაღაცასთან, როცა ყოველდღიურად გაქვს შეხება იმას რო არ სწავლობ და იმას რო არ გასწავლებ და გეუნებიან რომ ეს რაღაც ზე ფილოსოფია, რომელიც მხოლოდ ზე ადამიანებს ეკუთვნის ამიცოდნა. მან უკვე კითხვა უნდა დაისვას პრობლემა სადაა. როცა რაღაცა ყოველდღიურად შეხება მაქვს, როგორ შეიძლება რომ ის მე არ ვიცოდე როგორ მუშაობს, ფული როგორ არ შეიძლება რომ ვიცოდე როგორ მუშაობს. გარდა იმისა რომ კერასინკის ფული დარიცხე რომ მიუნებოდნენ ჩემი მასწავლებლები მაგალითად რა. ხო. ამის გარდა ანუ როგორ უნდა დაატოკენიზოთ თქვენი ბიზნესი, ხო? დამოკიდებულია მოდელზე. ანუ აქციას რო უშვებთ თქვენ, უშვებთ იმის მიხედვით, როგორი ბიზნეს მოდელი გაქვთ თქვენ. ზუსტად იგივე ნაწილზე უნდა იფიქროთ ტოკენიზაცია. აქამდე თუ შეუძლებელი იყო ნებისმიერი თქვენი კომპანიისთვის იმის ტოკენიზაცია მომხდარიყო და ამავდროულად ბიზნეს დეველოპმენტ სტუდენტებსაც რო უთხრა რა. ანუ თუ ფიქრობთ მომავალ პროფესიაზე, ჯობია რომ იფიქროთ ტოკენიზაციის მენეჯერები როგორ გახდეთ. როგორ მოუფიქროთ უკეთესი ტოკენიზაციის მოდელები კონკრეტულ პროექტებს, იმიტომ რომ ეს არის ერთი მოდელი ახლა მაგალითად რა. ახლა უძრავი ქონება წარმოვიდგინოთ, ახლა უკვე ბიზნეს ფლოუ იცვლება. ანუ cash flow-ები იცვლება შემოდინებები. შეხედეთ ჩვენ ეს როგორ დავალაგეთ. ჩვენ პირველ რიგში დავალაგეთ რა არის ჩვენი ბიზნეს მოდელი. საიდან ვიღებთ ფულს? რაში ვიღებთ ფულს და მოგებას როგორ ვაგენერირებთ. თავი ესა მოხსენით. და როგორც კი დავადგინეთ მოგებას როგორაც ვაგენერირებთ და რაზე ვართ დამოკიდებულები, ამის მერე მივეცით კონკრეტული დანიშნულება ჩვენს ტოკენს. და იმის მიხედვით მისცემთ ტოკენს დანიშნულებას, როგორი ბიზნეს სტრუქტურა და cash flow ექნება თქვენს ბიზნეს ან იმ კომპანიას, სადაც თქვენ მუშაობთ. ან შეიძლება უკეთეს კომპანიებში გადახვიდეთ, მაგალითად კრიპტო კომპანიებში.